როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი, პირველ რიგში ბატონო ვახტანგმა ახსენა, რა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა რუსეთმა, პუტინმა პირადად და თქვა, რომ მიწოდებული ინფორმაციის შეუსაბამობა, რომ აი მთელი უკრაინა ყვავილებით შეხვდება და სუფრების გაშლა უფრო საქართველოსზე გამახსენდა, მაგრამ და ასე შემდეგ და მე რო უცბად ბატონო ვახტანგის ამ შეხსენების დროს ამომიტივტივდა აი ეს ცნობილი ისტორიული კადრები, როდესაც ეროვნული უშუალობის საფუძველს გაფართოებულ ხდომას ატარებს ომის წინ პუტინი. და სიტყვას აძლევს ლავროს იმას და ამოღერღავს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან თლად კარგად ვერ ჩამოაყალიბებს ომის მხარდამჭერ ფრაზას და პუტინი იტყვის რომ რა გაიმეორო შეხო რამე ხო არ გეშლებაო და ის იტყვის რომ არა რას ლაპარაკობთ კაცო რა თქმა უნდა ჩვენ გავემარჯვოთ უნდა ასე ვქნა და აი ამაში ნამდვილად არის თვისობრივი სხვაობა უკრაინის და რუსეთის მართლობითი მოდელების რაც განაპირობებს ალბათ როგორც სამხედრო სტრატეგიულ ასევე პოლიტიკურ შეიძლება უპირატესობას არა უკრაინის ამ ეტაპზე მაგრამ წინააღმდეგობის უნარსაც და პერსპექტივაში უპირატესობასაც თქვენ რას გამოყოფთით აი ამ ფაქტორებს შორის რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა 4 წლის განმავლობაში რუსეთის არა მარტო შეკავებაზე, არამედ მისი სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების მიღწევებას. ჯერტი დიდი მადლობა იმ რუკისთვის და დიდი სიამოვნებით უსმენდი ბატონო ვახტანგს ეს ეხლა შეიძლება ამის თქვა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა 4 წლის წინ ჩვენ ყველანი ჩავარდით ძალიან რთულ მდგომარეობაში ეს გავიხსენოთ მანამდე ვიდრე ეს დაიწყებოდა ხო იყო დიდი დიპლომატიური მარათონი რომელშიც იყო ჩართული ნატო ერთის მხრივ უკრაინასთან ერთად და მეორე მხრიდან რუსეთის სხვათა შორის მაშინ ძალიან კარგი წინადადებები შესთავაზა ნატომ რუსეთს რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა რუსეთის იმ შიშებს რომელსაც ის გამოთქვამდა ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია ბატონო ვალერი, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლების დემაგოგიის ერთ-ერთი მთავარი ღერძი არის ის თურმე დასავლეთმა როგორ მოახდინა ზეწოლა იმაზე რომ უკრაინა შემოეტყუებინა რუსეთი და ეს ომი გაჩაღებულიყო და არავინ არ იხსენებს იმას რომ პირიქით ნატოც დასავლეთიც აქტიურად იყვნენ ჩართული რომ მაქსიმალური პრევენცია მოეხდინა და ფაქტობრივად ყველა ფორმალურად მანამდე გაცხადებული მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტია მიეცათ პუტინისთვის არა იმისი რომ უკრაინა გაუქმებულიყო და ასე შემდეგ მაგრამ ნატოში გაწევრიანების შიშები და ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ღია თქვეს, გახსნილად თქვეს და ასე შემდეგ და ევროპელმა ლიდერებმა რომ არანაირი პერსპექტივა უახლოეს პერსპექტივა ამისი და საფრთხე საერთოდ რუსეთისთვის მით უმეტეს არ არსებობს. ხო, არა, მე სულ ერთ წინადადებები შემიძლია შევახსენო ჩვენ მსმენელებს რაში მდგომარეობდა მაშინ ნატოს შეთავაზება. იმიტომ რომ რუსეთის მთავარი შეშფოთება იყო იმასთან დაკავშირებული რომ თუ გაწევრიანდება უკრაინა ნატოში, მაშინ ნატოს ინფრასტრუქტურა, ნატოს ჯარები განლაგდებიან უკრაინაში, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი ხიფათი და რისკი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვიტმენთ. და ამაზე იყო წინადადება, რომ მოდით ასე შევთანხმდეთ, ჩვენ უკრაინას მივიღებთ ნატოში, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის ტერიტორიაზე არ იქნება განლაგებული არც ერთი საჯარისო ფორმირება ნატოსი და არ იქნება მასზე გავრცელებული ინფრასტრუქტურა ნატოსი და ეს რას ნიშნავდა? ეს ნიშნავდა იმას, რომ ერთის მხრივ ის ფოთვა, რომელიც ჰქონდა რუსეთს ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ნატოს ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით ის მოიხსნებოდა და მეორეს მხრივ უკრაინას როგორც ნატოს წევრს ეკნებოდა სრული გარანტია, რომ შეტევის შემთხვევაში ამოქმედებოდა ცნობილი მუხლი მეხუთე მუხლი. ხო, ეს იყო ძალიან თან ამასთან ერთად კიდე დამატებითი ზომები იყო იქ რაღაც ჩამოყალიბებული ნდობის მექანიზმები, ასე ვთქვათ ტომოჰავკების გაწვევა რუმინეთიდან და პოლონეთიდან და ბევრი რამე სხვა, მაგრამ თავიდანვე გასაგები იყო რომ რუსეთი როგორც ყოველთვის პრინციპში დიპლომატიაში ტყუოდა, აქაც ტყუოდა, იმიტომ რომ ეხლაც შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ ორი დღით ადრე ვიდრე დაიწყებოდა ეს 24 თებერვალს ეს სრულმასშტაბიანი შეტევა, პესკოვი პირდაპირ ამბობდა რომ ვის თავში იხარშება ეს აზრები რომ ჩვენ უნდა შევუტიოთ უკრაინას, ეს სრულიად წარმოუდგენელია და ჩვენ ამას არასდროს არ გავაკეთებთ. კიდე ერთი რამე ავიწყდებათ. მაშინაც იყო სხვათა შორის ზამთრის ოლიმპიადა. და რუსეთი იყო ერთ-ერთი სპონსორი რეზოლუციის გაეროში, რომ
ქვეყნები საერთოდ ზოგადად იღებდნენ ვალდებულებას, რომ არავითარ საომარ მოქმედებას არ დაიწყებდნენ, ვიდრე ოლიმპიადის დამთავრებიდან ერთი თვე არ გაივლიდა, რომელიც რაც მიდიოდა პრაქტიკულად მარტის ბოლომდე. ეს ვადა. რუსეთი თვითონ იყო სპონსორი და დიდი ზარზეიმით გაეროში სრული, ასე ვთქვათ, კონსენსუსით გენერალურ ასამბლეაზე იყო მიღებული ეს რეზოლუცია. და თვითონ დაიწყო ომი. და თვითონ დაიწყო მერე ომი, მაგრამ ეს უბრალოდ ახლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ რუსეთს პრინციპში არაფერში არ უნდა ენდო. ერთადერთი, რასაც უწევს რუსეთი ანგარიშს, არის ძალა და ამ ძალის დღეს მატარებელი არის უკრაინა თავის მეკავშირეებთან ერთად. ეხლა იმ ფაქტორებთან დაკავშირებით, ხო, რომელიც სხვათა შორის ეს ძალიან კარგი კომპონენტია, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ბატონო გიორგი. უკრაინა არის დემოკრატიული სახელმწიფო. ხო, უკრაინამ არაერთ ჯერზე დაამტკიცა, რომ არჩევნების გზით შესაძლებელია, ესე იგი, მთლიანად პრაქტიკულად პოლიტიკური ელიტების შეცვლა ქვეყანაში. და რამოდენიმე ჯერზე დაამტკიცა სხვათა შორის ეს უკრაინამ და ყველაზე კარგი გამოცდილება ამ თვალსაზრისით მთელ ამ სივრცეში აქვს უკრაინას და მოლდოვას. და ჩვენ და შეიძლება სომხეთს. ხო? აქ თითო ჯერ გავაკეთეთ ჩვენ სომხეთმა და საქართველომ და უკრაინაში და მოლდოვაში ეს კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ტრადიციაა უკვე და შესაბამისად ქვეყანა, რომელიც როგორც ახლა პუტინი, ის გაიხსენეთ თქვენი სუშროების საბჭო, ის ძალიან კარგი დამახასიათებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ბაბლში, ასე როგორ ბუშში არის ჩაჯენილი პუტინი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის შეცდომებს უშვებს. ეს ყველა ავტორიტარი ხელმძღვანელის ბედია, იმიტომ რომ მასთან შედიან მხოლოდ ის ინფორმაციით, რომლის მოსმენაც მას სიამოვნებს და ყველა ამას სწავლობს. და ძალიან კარგი მაგალითი იყო ნარიშკინის მაშინ. კი ბატონო, ვიცი რომ ქართველი სამხედროები და ის სკოლა, რომელიც გაიარეს ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ძალიან მაღალ დონეზე არის დაფასებული, არა მარტო უკრაინელების მიერ. და მოკლე კითხვა მინდა დაგისვათ, საქართველოს როგორ უნდა ესარგებლა ამ შესაძლებლობით. აი ჩვენ გავიგეთ, თქვენ თავადაც მოყავით პოლონეთში, რომ ნატოს წევრები იყო, იქ 20 კაციანმა თუ 10 კაციანმა უკრაინელების ჯგუფმა 2 ბატალიონი გაანადგურა, ხო? ესეთი თამაში დროს და ამ დროს ჩვენ იქ მონაწილეობთ კიდეც და მით უმეტეს ამ თვალსაზრისით გამოცდილების შესაძენად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. და ამასთან ერთად მინდა ასევე კითხოთ, რომ დაგვიზუსტოთ. აი ხა ჩვენ ვსაუბრობთ დრონებისა და სხვა ამ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ომის წარმოების ახალ ტალღაზე. ბოლო პერიოდში, ბოლო კვირების განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა. ამ მხრივ ერთი ის არის, რომ რუსებს სტარლინკები გაუთიშეს და ამ ახალი ხელმძღვანელობის უკრაინის მთავრობაში დამსახურებაც არის მასკთან ერთად და ამას მოყვა მერე პარალელურად, რომ რუსებმა თვითონ გათიშეს ტელეგრამი. ხო და ყველას გაუკვირდა ეს, იმიტომ რომ პირდაპირ გინებები მოდიოდა, ეს რუსი ვაენკორები რომ არიან იქიდან, ამას რა საკეთებ, დავიღუპეთ საერთოდ არანაირი კონტაქტი რაღაცები. რა ხდება სიამბილეში? მაგრამ საინტერესო ესა უპირველეს ყოვლისა, ვისარგებლო შემთხვევაში და აქედან დიდ მოკითხვა შეუძლია, იმიტომ ძალიან ვამაყობ იმით, რომ ორივე ოფიცერი ერთად გვიმსახურია, ერთად ვსახურობდით, რა თქმა უნდა, ეს შედარებით ახალგაზრდები არიან ჩემთან. მაგრამ გვიმსახურია რაც ქართული ჯარის ძნელბედობა, საკმაოდ ისეთი რთული ძნელბედობა ერთად გვს გადატანილი. და ძალიან მიხარია, რომ წარმატებულები არიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უდიდესი შეგიძლია შენ მუდმივი წვრთნები ატარო, შეიძლება შენ მუდმივად შეგაიარაღო კომპიუტერული წვრთნები იქნება თუ საავლე წვრთნები, ეს ყველაფერი, მაგრამ საბრძოლო გამოცდილება, რომელსაც იღებს ადამიანი, ეს არის შეუფასებელი. უდიდესი მნიშვნელობა საბრძოლო გამოცდილებას. შესაბამისად აი დღეს რაც ხდება უკრაინაში, ამისთვის ალბათ უნდა არსებობს ცალკე ჯგუფი, რომელიც უშუალოდ სწავლობს აი ამ საბრძოლო გამოცდილებას, ის რაც ხდება საბრძოლო ველზე, ვინაიდან შემდეგი ომი არ იქნება იგივე, რაც იყო დღეს. ყოველთვის იცახება გენერლები გუშინდელი ომით ომობენ ყოველთვის. რატომღაც არის წარმოდგენა არის, რომ შემდეგი ომი იქნება გაგრძელება იმ ომის, რომელიც წინ იყო და ყოველთვის ამას დიდი მსხვერპლი მოყვება ხოლმე. ამდენად, მაგრამ რო გააკეთო პროგნოზირება, მომავლის პროგნოზირება, კარგად უნდა შეისწავლო ტენდენციები, რომელიც ახლა ბრძოლის ველზე მიმდინარეობს. და ის ტენდენცია, რომ მაგალითად
75%-ზე რუსების დანაკარგები დრონზე მოდის. და აი მე დრონის ოპერატორები მთელი შეიარაღებული ძალების უკრაინის სულ 2%-ია. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მათ შორის ძალიან ახალგაზრდული ძალიან ახალგაზრდები არიან და ქალები ესე იგი შეზღუდული შესაძლებლობის პირები და ასე შემდეგ. ადრე თუ ითხოვდა ეს სიკვდილის ზონა, ეგრეთ წოდებული ახლო ზურგის რაიონის სიკვდილის ზონა იყო 10 კილომეტრამდე, 5-დან 10 კილომეტრამდე, ახლა 20 კილომეტრამდე არის გაზრდილი უკვე განვითარების დრონების განვითარებიდან გამომდინარე ხო. ასევე კიდევ ორი მეორე შეკითხვაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ტექნოლოგიურ ხარდაჭერას, რომელსაც დასავლეთი აწარმოებს. აზრი და გონება და გუნიერება და კრეატიულობა უკრაინას არ აკლიათ, მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა ის იმ ტექნოლოგიურ ხარდაჭერის გარეშე, რომელსაც შესაბამისად მე ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ საუბარია რომ მეტი გვინდა, ვერ ვიტყვით იმას, რომ დღეს რო უკრაინა აი ესე ბრძოლობს, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა დასავლეთის ხარდაჭერის. ამის გარეშე ესე იქნებოდა ომი, იქნებოდა ავღანეთი, იქნებოდა წინააღმდეგობა, მაგრამ ესეთი წარმატებული წინააღმდეგობა არ იქნებოდა აი მხარდაჭერის გარეშე. ნუ დეტალებზე კიდევ შეიძლება მე გრაჩეხება Starlinks და Telegrams. ეს ძალიან საინტერესო ისტორია არის ზოგადად. ფაქტი იყო ის, რომ Starlink-ი ფარავდა შეთანხმების შესაძლებლად უკრაინის ტერიტორიას. ვინაიდან უკრაინის ტერიტორიის რაღაც ნაწილი არის ოკუპირებული რუსების მიერ, ის Starlink-ი ვრცელდებოდა იმ ტერიტორიებსაც. შესაბამისად რუსული ხარე სხვა მახინაციებით შოულობდა, ეყიდულობდა არაერთ რთული, თუნდაც ეგ დუბაიში შეიძლება ეყიდო, ჩინეთში შეეყიდო ეს შესაძლებლობები იყიდო, ეს მიმღებები, რომელსაც იყენებდა და ეს საშუალებას აძლევდა მათ აი ჰორიზონტალურ კავშირს, რაც ბატონმა ქურაზბედიანმა ისაუბრა, ვიცე-პოლკოვნიკ ქურაზბედიანმა ისაუბრა, ჰორიზონტალურ კავშირს ქონდა დაწყობილი და ის ტაქტიკა, რომ 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც ხარს უჭერს ეს დრონები, რომელიც მუდმივ კავშირში არიან ამ ქვეითებთან, ეს მუშაობდა. მას შემდეგ რაც მიიღეს გადაწყვეტილება თეთრისის გაკეთება, შეკშეტანა ტერმინალებს, რომელსაც იყენებს მხოლოდ უკრაინულ მხარე, კიდე რაღაც შეზღუდვები იყო სიჩქარზე, ობიექტის სიჩქარზე თუ გადაადგილდებოდა იმაზე, ეს გათიშვა მოხდა. ანუ გათიშეს რუსეთის მოხმარება. რუსეთის მხარე, იმიტომ უკრაინელმა გადასცეს თავისი არსებული მონაცემი. შემდეგ მოხდა ეს ყველას გაუკვირდა Telegrams ასერჩოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ არის ეგეთი 256 კიბერ მოიერიშე ბრიგადა დივიზია უკრაინის დიახ, რომელმაც დაზვერვასთან ერთად ესეთი კიბერ თამაში განახორციელა, შევიდნენ ამ შექმნეს ბოტები, შევიდნენ ამ Telegrams-ზე და დაიწყეს შეთავაზება, რომ სერვისს შეუძლია Starlink-ის ცირეოდენი გადასახადის შესაბამისად Starlink-ის მომსახურების მიწოდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მიაწოდო შენი ადაპტორის მიმღების ნომერი, ანტენის ნომერი, შენი ადგილმდებარეობა, გზედი, განედი და გადაიხადო თანხა. ესენ შევიდნენ რუსების ქსელებში. ქსელებში შევიდნენ და Telegrams ამავე დროს შექმნეს იქ იყო შექმნეს რაღაც კამათები, რაღაც ეჭვები, თითქოს და იყო ეჭვი რომ ეს როგორ მოგეც ეს რაღაც შემოგდებული ხარ არ იქნება ეს სიმართლე. ასე მოკლედ გემრიელი თამაში შექმნეს უკრაინის დაზვერვამ შეგვიძლია უკრაინის დაზვერვამ და აი ამ კიბერ დივიზიამ, კიბერ მოიერიშე დივიზიამ. შედეგად 1500-ზე მეტი დაადგენს 1500-ზე მეტი ზუსტი ადგილმდებარეობა და ნომერი იმისი Starlink-ის გამომყენებელი რუსის სამხედროსი და რომელსაც მე პასუხად რა თქმა უნდა გაგზავნილი იქნა უყოდ ფუგასი იმ მიმართულებაზე, რადგან ზუსტი მიკოიცენი იყო კოორდინატები და თვალწები $1870 მიიღეს კიდევ რუსების გადახდელი აიარებაში. საკუთარ განადგურებაში გადახდილი. ამაზე რა თქმა უნდა მინი პაუცინა მინის ჩაუტარებია. კი და აი დაახლოებით იგივე რაც ჩაატარეს თუ გახსოვთ რუსეთის გამათავისუფლებელი კორპუსის მეთაური ვითომ რომ მოკლეს. ლეგენდარო შექმნეს რომ გადაიღეს რომ ვითომ როგორ ხდება დრონი მანქანას, მისი სახე და ასე შემდეგ. ფული აიღეს ამაში 500,000 მაშინ ამიტომ იცახი რომ აი ესეთი მსგავსი ოპერაცია სახელგანთქმული გრუო და აბლაბუდების და რუსების გაკეთებული არ ჩანს რა. ეხლა თუ ნოვიჩოკი და ბაყაყის ხამები დადიან და რაღაცა აი ესეთი
ხელოვნება, რასაც ქვია, ესეთი სადაზვერო ხელოვნება, ესეთ სამხედრო თამაშის ხელოვნება უკვე აღარ აჩას. აი მოდით ახლა გადავინაცვლოთ და დიპლომატიურ ასპარეზზე თუ იგივე მდგომარეობა. ისევ ლავროვი ყავს, რომლის მიმართ ნდობის ხარისხიც და ახლა დიპლომატიაში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ შორის პერსონალურ დონეზე. განულდა თავის დროზე დიდ მინუსში წავიდა, მაგრამ ტრამპის მცდელობა, მოდი ასე დავარქვათ, ანკორიჯში რაღაცა ტიპის მინი გადატვირთვის მიღწევისა, მათ რუსებს და პუტინს და ლავროვს მიცა შესაძლებლობა კვლავ რაღაც სერიოზულ დონეზე სცენაზე შემოbrunების. როგორ იყენებს ამას რუსეთი, როგორ გამოიყენა? ეხლა ძალიან ბევრს წუწუნებენ, რომ ანკორიჯის სულისკვეთება დაიკარგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კვლავ მაინც ცდილობენ პროცესის გაწელვას. ტრამპის კეთილგანწყობის არ დაკარგვა არასწორია, მაგრამ ტრამპის ზედმეტად არ განაწყენებას, ეს არის მათ დიპლომატიური ამოცანა. და ამ მხრივ ძალიან მყარად დგას თავად ზელენსკი და დიპლომატიურად ძალიან სწორ შეხმატკბილებულ დიპლომატიურ თამაშს ეწევა ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად. აი რამდენიმე მიმართულებით უწევს ბრძოლას ამ შემთხვევაში ზელენსკის და აი ეს სურათი თუ შეგიძლიათ დაგვიხატოთ ახლა რა ფაზაში. ხო, რა თქმა უნდა, დიპლომატიაში ნდობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ნდობა სრულიად აქვს დაკარგული რუსეთს. სხვათა შორის ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მიუნქენის კონფერენციაზე, რომელიც ორი მაგისტრალური, ასე ვთქვათ, იმით დაგვამახსოვრდა ჩვენ მთავარი იდეით. პირველი ის, რომ იწყება ხელახლა ევროატლანტიკური პარტნიორობის და სოლიდარობის აწყობა ახალ საწყისებს და მეორე რომ პრაქტიკულად არავის არ დარჩა ნატამალი რაღაც ნდობისა რუსეთის მიმართ. კაციშვილმა ეს იმის საუბარშიც კი ეს არ ჩანდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვანის საუბარში მიუნხენში გულისხმობ ამას ხო ეხლა ეს რაც შეეხება ანკორიჯს ეხლა ბოლო-ბოლო ჩვენ ვერ გავიგეთ სინამდვილეში ესე იგი ამერიკელებმაც ვერ გაიგეს რაც გულისხმობენ რუსები როდესაც ამბობენ რომ რაღაც სულისკვეთება ანკორიჯი და ამ შემდეგ წარმოადგენენ ამას ისე თითქოს ეს იყო რაღაც დიდი გარღვევა რაღაცის მიღწევა მაგრამ ერთი კითხვა იბადება ჩვენ კარგად გვახსოვს ძალიან რომ ანკორიჯი ისე დამთავრდა რომ პროტოკოლური ღონისძიება არ ჩატარებულა ეს ძალიან იშვიათად ხდება ამისთანა სამიტების დროს ეს არის პრაქტიკულად ჩავარდნის ტოლფასი ან იმის ნიშანი რომ ტრამპი პუტინთან ურთიერთობით ისე დაიღალა რომ იმის რესურსიც არ დარჩა რომ რაღაც პროტოკოლური როგორც მასპინძელს ახლა ბრიფინგი ჩაეტარებინა თუნდაც კითხვების გარეშე არა ბრიფინგი ერთი მაგრამ პროტოკოლური ღონისძიება სადილი ან ხუნდა დაეპატიჟებინა ის სტუმარი იყო ხო პუტინი იყო ჩასული ანკორიჯში სტუმრის სტატუსით ხო ეს არ მოხდა ამიტომ ესე იგი რა იგულისხმა ტრამპმა რას გულისხმობდა პუტინი მაგრამ ამის ყოველივე შედეგად ჩვენ ახლა ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე ტრამპს იმის გამო რომ როგორც ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ მისი მხარდაჭერა ზელენსკის და უკრაინის მიმართ უფრო თანმიმდევრული იყოს მაგრამ აქ არის ძალიან ერთ საინტერესო ნიუანსი გიორგი ესე იგი თელ ამ სამყაროში გამოდის რომ ერთადესი დასაყრდენი ადამიანი რომელიც პუტინს შერჩა ხელში არის ტრამპი ხო და ეს ადლებს შემთხვევაში მის წარმოსახვაში ასეა ხო მის წარმოსახვაში ასეა და ეს ტრამპს აძლევს დიდ უპირატესობას რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ბერკეტები და შესაძლებლობები ტრამპის ხელშია, რა აქვს პუტინს ხელში? ატომური ბომბი. ატომური ბომბი, რომელიც რამდენად ასე ვთქვათ მწყობშია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, ეს კიდე მეორე საკითხია, იმიტომ რომ უფეთქდება ეს რაკეტები შახტებში და ვერ ფრინდება და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე, ახლა ტექნოლოგიური უპირატესობა დასავლეთის ხო სრულიად გასაგებია და ახლა წარმოვიდგენი, ახლა მე არა ვარ რა თქმა უნდა ამის სპეციალისტი, მაგრამ რამდენ რესურს ხარჯავს დასავლეთი საიმისოთ რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდეს ყველა იმ შესაძლო ლოკაციას ამ ბირთვული იარაღის და ეხლა ისე გამოყენება ну ეხლა ჩვენ უკვე აღარც აშინებს ეს რომ აი ჩვენ ეხლა იმისთან აი იარაღი გვაქვს რომ ამ იარაღით ამას გავაკეთებთ იმას გავაკეთებთ ბირთვული ძრავით აღჭურვილი რაკეტები და ასე შემდეგ სრული სისულელეები ანუ ამის ნდობა არანაირად სოფლიოში არ არის სულ უფრო ნაკლებად ეშინიათ რუსეთის და
რაც შეეხება იმას დაუბრუნდები და უკრაინის უპირატესობა, საერთოდ როდესაც ამას უსმენდი ბატონ ირაკლის უსმენდი ბატონ ვახტანგს, ხო? სამ სიტყვაში შეიძლება ეს ჩამოვაყალიბოთ. დემოკრატია, ტექნოლოგია, პატრიოტიზმი. იმიტომ უკრაინელებმა იციან რისთვის იბრძვიან, ხო? და შეიძლება დღეს უკრაინა არის სამჯერ უფრო ნაკლები თავისი მოსახლეობით, ვიდრე რუსეთი, თუ გინდათ 4-ჯერ უფრო ნაკლები, ხო? მაგრამ პროპორცია არის აბსოლუტურად ანუ დანაკარგების არის უკეთეს შემთხვევაში რუსებისთვის ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ეს არის 1/7-თან. იმიტომ რომ ტექნოლოგია, პატრიოტიზმი და დემოკრატია რაც ნიშნავს იმას რომ აზრი შემოქმედებითი მიდგომა ეს სრულიად წარმოუდგენელია შოიგუს და ალექსანდროვის ჯარში. ერთი ფაქტორის დავამატოთ, თქვენი ცნება რთვით სპეციალისტი მართალია ახლა სტუდიაში არ ყავს, მაგრამ თქვენ მაინც ხართ ფინანსთა მინისტრი იყავით ბოლოს და ანგარიში ძალიან კარგად იცით. და სამხედრო ბიუჯეტით ანგარიში აგერ ბატონო ვახტანგმა ასევე ძალიან კარგად იცის. აი ხვალ სხვათა შორის ელისო ხვალ არა ზეგ სამშაბათს ელისო ჯარიაშვილს როცა პირდაპირ გაგებით წლისთავი იქნება ომის ლიფსიცი ეყოლება რუსი ეკონომისტი ძალიან კარგი სპეციალისტი ელისო ჯარიაშვილს და ვინც ისიადენებს თვალს ხო კაი და ელისოსთან უკვე ქართულათაც იგორ ლიფსიცი რომ მოусმენს და ეთერ შემოსვლამდე ელისო მიყვებოდა შტაბ-ჭტილებებს უკვე საუბრის რომელიც მან ჩაწერა ამ ინტერვიუსი და ძალიან მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს უკვე უახლოეს თვეების განმავლობაში ეს კაცი რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ობიექტური, სტატისტიკურად გამაგრებული ანალიზით და პროგნოზებით. ყოველთვის ხდება. რუსეთის სტატისტიკურ მონაცემებზე, კი. თუმცა აქ არის სხვა ფაქტორი, ხო? რუსეთის სპეციფიკა, იქ ხალხისა და მოსახლეობის ამტანობის წყალებში ხარისხი და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამ სამხედრო, ასე ვთქვათ, წარმოებას და ინდუსტრიას ძალიან კონკრეტული რაღაცები ჭირდება, რისი დეფიციტებით რჩება უკვე და ამას ჭირდება ფული. ის კაცი რო წაიყვანოს იქ და ომში იქ ფულს უხდის იმაში და ძალიან ბევრი რამეზეა დამოკიდებული, ფული უნდათ რა მარტივად რო ვთქვათ. ტრამპი ახსენეთ თქვენ და გარდა აი ამ, ასე ვთქვათ, რბილი ტექსტებისა პუტინთან მიმართებაში თუ კი რამე გადაწყვეტილება მისაღები იყო, შეიძლება ჩვენ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება. ინდოეთმა შეწყვიტა უკვე რუსეთის ნავთობის შესყიდვა, რაც პირდაპირ ურტყავს რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებს. აქეთ კიდევ ისეთ ტერიტორიებზე რისი მეშვეობითაც რუსეთი ყოველთვის ახერხებდა ყურადღებისა და რესურსების დეკონცენტრაციას დასავლეთის, იქნება ეს ვენესუელა, სამხრეთ ამერიკაში თუ იქნება ეს აგერ ირანში დღე-დღეზე ველოდებით რა მოხდება, ეს პირდაპირ ასუსტებს კიდევ რუსეთს თავის შესაძლებლობები და მათ შორის ნავთობის ბაზარზეც, რაც ასევე რუსეთისთვის საკვანძო მნიშვნელობის არის. აი ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ თქვენ? რა არის ის მომენტი, რომელიც შეიძლება პუტინმა ხელიდან გაუშვას, რომ თუნდაც ეს დღევანდელი შეთავაზებები, რომელიც აქვს და არა ანკორიჯის, რომელიც მისთვის ძალიან კარგი იყო, მე რო კაცმა მკითხოს და მადლობა მას, რომ ამას არ დათანხმდა. რა არის ის ფაზა და მომენტი, როცა ის უკვე იძულებული გახდება პირიქით აქეთ ეხუწოს ტრამპს, რომ ზელენსკი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვას? ნუ მე ვფიქრობ, პუტინი სინამდვილეში ხვდება რართულ მდგომარეობაშია, იმიტომ მიუხედავად ამ რიტორიკისა, რა ჩვენ ვიმარჯვებთ, ჩვენ მაინც ამას ავიღებთ, უკრაინას ჩვენ დავამარცხებთ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ რეალურად არის იქ რამოდენიმე სპეციალისტი, პირველ რიგში ეს არის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, ასევე ფინანსთა მინისტრი და ნაბიულინა, ფინანსთა მინისტრი სილუიანოვი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებიც ვფიქრობ დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ ეუნებიან პუტინს თუ რა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას რუსეთის ეკონომიკა, რომელმაც ეს პრობლემები დააგროვა მთელი ამ 4 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ გათვლა ხო იყო თვეებზე, კი არა კვირებზე იყო გათვლა 3 დღე და ასე შემდეგ ეს რო ჩვენ გახსოვთ ძალიან კარგად. ეს ერთი, მეორე არ ელოდებოდა რა თქმა უნდა პუტინი ამისთანაც სწრაფდა ხისტ რეაქციებს, მაგალითად ძალიან გაუკვირდათ რუსებს გაუგნებულები დარჩნენ, როდესაც 300 მილიარდი აქტივები უმალვე გაყინა დასავლეთმა. ამას არ მოელოდა, იმიტომ რომ გაიხსენეთ პუტინი, როდესაც მან გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რა ტონით ლაპარაკობდა მაშინ და მისი გზავნილები იყო მიმართული არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ სრულიად დასავლეთის მიმართ. გაგახსენებთ, არც კი გაბედოთ, რომ ჩაერიოთ ამ ამბავში, იმიტომ რომ ისეთი რამე მოხდება, რასაც თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ იმისთან რა პრობლემებს შეეჯახებით. პირდაპირ მუქარით იყო და თუ გახსოვთ რამოდენიმე დღე დასავლეთიც იყო რაღაცნაირად
შოკირებული და გათიშული, ხო? მაგრამ ეხლა ჩვენ კი ვამბობთ, რა თქმა უნდა და მეც ვეთანხმები იმას, რომ რა თქმა უნდა დასავლეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დახმარება რო შედგა, ეს უკრაინელების წინააღმდეგობის შედეგია. უკრაინელებს ეს წინააღმდეგობა რო არ გაეწიათ და ზელენსკი იმ ცნობილი თქვენთანაც იყო ეს ახლა ეს კადრი, ხო? ხო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ცნობილი კადრები, რომ პრეზიდენტი აქ არის, თავდაცვის მინისტრი აქ არის, პოდოლაკი აქ არის, არახამია აქ არის, რო ლაპარაკობს, ხო, და აჩვენებს ხალხს, რომელიც მის უკან დგას, ხო? ეს რომ არა და რომ არა მისი ცნობილი ფრაზა. I don't need taxing, I need ammunition. მე შეიარაღება მჭირდება და არა თვითფრინავი, იმიტომ რომ თავაზობდნენ. ხო, უკრაინიდან გაქცევას, ხო, რომ დაეტოვებინა, ხო? ამის ყოველივე შედეგად ჩვენ მივედით დღევანდელ დღემდე და დღეს ჩვენ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს, მაგრამ რაღაცის მტკიცება შეგვიძლია. არის თუ არა დღეს უკრაინა უფრო ძლიერი ვიდრე 22 წლის 24 ხმებელს? არის. არის თუ არა ნატო უფრო ახლოს რუსეთის საზღვრებთან დღეს ვიდრე იყო მაშინ? არის. მიაღწია თუ არა რუსეთმა რაღაც თავის მიზნებს, რომელიც ჰქონდა დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ევროპაზე დომინირება და უსაფრთხოება ევროპაში ნომერი პირველი პრიორიტეტი გახდა. და ერთი რაღაც ეკონომიკური ძალიან უსერიოზული დატვირთვა, ძალიან კარგია ხვალ ლიფსიც კარგად ილაპარაკებს, მაგრამ ერთი მაგალითი როგორც ერთ წყალში ყველაფერი ჩანს ეს გაზპრომი. რომელიც იყო სიამაყე, ესე იგი ეროვნული სიამაყე პუტინის პროექტი და შემდეგ და თუ გახსოვთ პუტინი ამბობდა რამოდენიმე წელიწადში ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანია 1 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციით. ეს მისი ამოცანა იყო. დღეს გაზპრომი არის ბიუჯეტის სუბსიდიებზე. იმიტომ რომ რა მოხდა, დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ევროკავშირის, სადაც ჰქონდა პრაქტიკულად უცხო კომპანიებიდან მონოპოლური გავლენები. და ეხლა ეს ყველაფერი აკუმულირების ეფექტი ხდება და რამოდენიმე თვეში ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება რუსეთი. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო რთული მოლაპარაკების წარმოება მოუწევს, იმიტომაც ეხლა პუტინი ცდილობს, მე ვფიქრობ, ესმის მას ძალიან კარგად ეს დინამიკა, რომ დღეს მაქსიმალურად ამოწუროს შესაძლებლობები და მაქსიმალურად კარგი ხელშეკრულება. ამის მცდელობა იყო ბატონო ვახტანგ და ბოლო კითხვით გადმოვალ, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაინადგურებინა და ზამთარშივე მიეღწია იმ სამომლაპარაკებლო პოზიციისთვის, საიდანაც ანუ ადგილზე საზოგადოებრივი უკმაყოფილება წნეხი პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ზელენსკიზე. ამას დაემთხვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რომელიც თავად ზელენსკიმ დაუშვა მაგალითად თავის დროზე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების მცდელობასთან დაკავშირებით. შემდეგ პოლიტიკური გადაადგილებები, კორუფციული სკანდალი, ერმაკის გათავისუფლება და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მან დაასტაბილურა სიტუაცია ამ თვალსაზრისით და არანაკლებ საინტერესოა ის რაც ხდება ევროპაში, რაც ჩვენ ვახსენეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერხემალს წარმოადგენს ნამდვილად მომავალი ევროპული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ძალების მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების სამხედრო საწარმო ვთქვათ პოტენციალის რბილად რო ვთქვათ ჩანაცვლებას ევროპის ტერიტორიაზე. ამაზე რა შეგვიძლია გითხრათ მოკლედ ჩვენ მერცის განცხადებები მოვისმინეთ, მაკრონი ძალიან აქტიური, ბრიტანეთი აქტიურადაა ჩართული, პოლონეთმა 4%-ზე მაღლა აწია თავის ხარჯები კლიანში და პროდუქტში თავდაცვასთან მიმართებაში. სერიოზული ძვრებია ამ ხრივ და რას მოიტანს ეს უახლოეს თვეებსა და წლებში? მეუხეში ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 85%-ით გაიზარდა ევროკავშირში ზოგადად სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობები. 85%. ეს აღნიშნული ვითარება, აღნიშნული გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის. ვიმეორებ და მე ვახსენე და სიახლე რუსებს აღარ შეუულიათ შემოიტან, ვერ შემოაქვთ ამ იმაზე ფრონტის ხაზზე ხა მცირეოდენ რაღაც ესე ტაქტიკურ ცვლილებებს ტექნოლოგიურ სიახლეები ვერ შემოაქვთ. ტექნოლოგიურ სიახლეები და ხა წარმოიდგინეთ რომ 200 დაახლოებით 250 თვითმფრინავიდან 150 გრიპენი და 100 რაფალი უნდა მიიღოს შეთანხმებად მიღწეული უკრაინამ. ამას დაემატება ეს მირაჟ 2000-ები და როცა ეს განხორციელდება დიდი იმედი მოხდეს სულ 1-2 წლის განმავლობაში შეიძლება მოხდეს ეს უკრაინა გახდება მე-10 მსოფლიოში მე-10 ქვეყანა და ევროპაში ყველაზე ძლიერი ქვეყანა საჰაერო ძალების თვალსაზრისით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა საუბარია და უკაცრავად აი ამაზე მინდა ხაზი გაუსვა, როცა საუბარია რესურსების შეფარდებაზე, ხო? რესურსები აი პირდაპირ გაგებით არ უნდა პირდაპირ გაგებით რო ავიღოთ ნარატივი, მაშინ ინდოეთზე ძლიერი სახელმწიფო სოფლიოში არა. და ისრაელი უნდა იყოს აქამდე 10-ჯერ განადგურებული. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ხარისხობრივი განსხვავება დაწყებული უმცროსი და საშუალო დონის მეთაურებიდან დამთავრებული ტექნოლოგიებით, რომელიც თქვათ ჩრდილოეთ კორეიდან საზარბაზნე ხოც დიდი რაოდენობით კიდევ კი ჩაუყვანენ, მაგრამ აქეთ დახვდება ტექნოლოგიები. ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, ის მესმის, რომ სამხედრო ხელოვნებაში არის რომ რაოდენობას აქვს ხარისხის სტატუსი. მაგრამ ტექნოლოგიები დღეს 21 საუკუნეში აზროვნება აიმით რომ ვის რამდენი ტანკი ქონდა დასაწყობებული, ხო? ეს აღარ მუშაობს. აქ არის სიახლე, ტექნოლოგია, მართვა, აი ეს სისტემა ქსელურ-ცენტრული სისტემა, რაც აერთიანებს მებრძოლს, ესე იგი, საცეცხლე საშუალებას და დაზვერვას ერთად. აი ეს სისტემები არის მომავლის და მათ შორის მართვის ის სიახლეები, რომელზეც ირაკლი ქურასბედიანი საუბრობდა, ეხლა სასწაული მოყვა რომ უსმენდი, აი რო წარმომიდგენია ლაივ რეჟიმში რო უყურებ ამას ყველაფერს და აკეთებ ბიუჯეტი, თუმცა თვითონ შეუძლია შეიძინოს, რა თქმა უნდა შეთანხმებით ხდება ეს ყველაფერი, შეიძინოს, თვითონ გამოიყენოს და ასევე დასავლეთში რომელიც წარმოება ხდება, რატო ხდება სწრაფად ეს ყველაფერი? დასავლეთში წარმოებული ტექნოლოგიური, წარმოებული უკრაინისთვის წარმოებული სისტემები აღარ გადის იქ ლაბორატორიულ და საველე შემოწმებას. ეგრევე მიდის ბრძოლის ხაზზე და იქიდან ბრუნდება ფიდბექი თუ როგორ გაიარდა, ამიტომ დაჩქარებულია ეს თვითონ ეს პროცესი. ბატონი არჩილ ხოფერი უნდა ჩავრთო უკრაინიდან, ამიტომ ძალიან მოკლედ მინდა ბატონ ვალერი თქვენს და დაგემშვიდობებით. თქვენი მოლოდინი როგორია? მოლაპარაკებათა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდება უწყვეტად, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, თუ არ ჩავთვლით ტყვეების გაცვლას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი არის. ვიტკოფმა თქვა, რომ 3 კვირაში გაიმართება შეხვედრა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. ეს შეხვედრა შეიძლება იყოს უკვე უშუალოდ ზელენსკისა და პუტინის შორისო და თუ კარგი წინაპირობები იქნება, შეიძლება ტრამპით შეუერთდესო. მოკლედ ძალიან გიპასუხებთ. ახლა ვიდრე დღემდე პრაქტიკულად ყველა ფიქრობდა მათ შორის დასავლეთში, რომ დრო მუშაობს რუსებზე. ეხლა უკვე ყველა ფიქრობს მათ შორის დასავლეთში, რომ დრომ დაიწყო უკვე მუშაობა უკრაინელებზე. ამიტომ ცოტა პარადოქსალურად კი ჟღერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს სწრაფი მშვიდობა რუსებს უფრო აწყობთ ვიდრე უკრაინელებს და აქედან გამომდინარე ველოდები, რომ პუტინი რაღაც დამატებით დათმობებზე უნდა წავიდეს და არც არის გამორიცხული, რომ მართლაც რამოდენიმე თვეში მაინც ეს სამშვიდობო შუალედური შეთანხმება იქნება. ცეცხლის შეწყვეტა. ვალერი ჩეჩელაშვილი, ვახტანგ კაპლანი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.